ჩვენ არასოდეს უნდა დავიღალოთ, ავხსნათ რა ინტერესი აქვს რუსეთს, საქართველოში რუსეთს, რომელიც ერთის მხრივ მარადიული მტერია 1783-დან, 1800-დან, 1801-დან, 1802-დან, 1921-დან, 1991-დან, მოკლედ მარადიული მტერია. მაგრამ შეგიძლიათ უფრო რბილადაც შეაფასოთ და ვთქვათ ასე, რუსეთი არის გახანგრძლივებული მტერი. მტერი, რომელიც საკუთარ მტრობას საქართველოსთან არ ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მაინც შედარებით რბილია საქართველოს მიმართ. საქართველოს საზოგადოებას გულს უქონავს, ასე პირდაპირ არ გვესხმის თავს. ასეთი წლებიც, 10 წლეულებიც რასაკვირველია ყოფილა, თუმცა მთელი მე-19 საუკუნე ეს იყო დაპირისპირება, შეიარაღებული დაპირისპირება, ამბოხებით დაპირისპირება რუსეთის იმპერიასთან და მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ნაწილიც იყო დაპირისპირება, რასაკვირველია, რუსეთის იმპერიასთან ერთის მხრივ შეიარაღებით მე-19 საუკუნე თქვი, ასევე ამავე მე-19 საუკუნეში კალმით დაპირისპირება, სიტყვით დაპირისპირება, მე-20 საუკუნეს იყო ქართველი ერის წინააღმდეგობა დაპირისპირება რუსეთის საბჭოთა იმპერიასთან. და ეს ამბიციები, ეს სურვილები, ეს ველიკოდერჟავიზმი საქართველოს მიმართ რუსეთს არ დასრულებია, არ დაუსრულებია და დღემდე გრძელდება. დამოუკიდებლად იმისა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს და ნამდვილად მას ჰყავს აქ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს უსრულებს, აბსოლუტურად ყველაფერს, პრაქტიკულად ყველაფერს უსრულებს. მაგრამ ჩვენ აკიკითხავთ, არ უნდა დავიღალოთ და არ უნდა მოვიღალოთ და სულ მუდმივად უნდა ვისაუბროთ თემაზე, რა უნდა რუსეთს საქართველოში ან საქართველოსგან. და ამაზე უნდა ვისაუბროთ მინიმუმ ხას უსვავ. მანამ სანამ რუსეთის მეფისნაცვალი არის აქ ბიზიდა ივანიშვილის სახით, დამოუკიდებლად იმისა, ის ფორმალური მართველი იქნება თუ არაფორმალი მართველი და რასაკვირველი არაფორმალი მართველი იქნება, მას არაფერში სჭირდება პრემიერ-მინისტრობა. ეს სიტუაცია, ეს ვითარება, როცა უპასუხისმგებლოა, პასუხისმგებლობის გარეშეა დარჩენილი, თუმცა პასუხისმგებელი რასაკვირველია ყველა პროცესზე თავად არის, მაგრამ ასე ფორმალისტურად ვერ დააკისრებ მას პასუხისმგებლობას, ვერ იტყვი რომ პრემიერი რაღა იყო, ამიტომ არის პასუხისმგებელი, არა, ის კულისებიდან მართავს და აქედან გამომდინარე მას ეს სტატუსი თუ ეს მდგომარეობა, ეს ვითარება აწყობს. მოკლედ, სანამ ივანიშვილი არ უნდა დავასრულოთ, ბიზიდა ივანიშვილი სანამ არის, არ უნდა დავასრულოთ რუსეთის მზაკრობებზე საუბარი. ივანიშვილი როცა არ იქნება, რუსეთის იმპერია ხო იქნება მაინც, როგორიც იქნება სუსტი და სუსტებული გვარიანად რასაკვირველია, მაგრამ მას ეს დერჟავიზმი მოშლილი არ ექნება, იმპერიულობა მოშლილი არ ექნება და ამბიციები სამხრეთის საზღვრებზეო, ასე რომ ამბობს თავად, რასაკვირველია ექნება და ჩვენ მაშინაც სულ უნდა ვისაუბროთ ამ მარადიულ ან გახანგრძლივებულ მტერზე. ეხლა რა უნდა მოცემულ ეტაპზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკვე ღიად ჩანს და ამას ახმიანებენ ქართველი რუსები, ქართულგვარიანი რუსები, რომლებიც ხელისუფლებასთან ტრიალებენ როგორც გიენები, ასევე ხელისუფლებად წოდებული ბანდის წარმომადგენლებიც ახმიანებენ ამას. და რუსეთიდან ხო ისმის და ისმის მსგავსი და მაგვარი მესიჯები, რომ რუსეთს უნდა რამდენიმე კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა საქართველოში. პირველი, საქართველო არამც და არამც არ უნდა იყოს ნატოს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ამ დაახლოებით 4 წლის წინ, თუ არ მეშლება 3.5-4 წლის წინ, ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ რუსეთი ბიზიდა ივანიშვილის გარემოცვიდან გახდა ცნობილი, გულახდილად გეტყვით, რომ რუსეთი ყაბულ არის, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, თანახმა, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. და აი გასასტიკი წინააღმდეგია, რომ საქართველო გაწევრიანდეს სამხედრო პოლიტიკურ ალიანსს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ანუ ნატოში. მაშინ ეს მოსაზრება მე გაუზიარეთ ჩემს რამდენიმე ცნობილ გვარებს არ დავასახელებ, მეგობარს, პირებს, რომლებიც ძალიან კომპეტენტურნი არიან
ამ საკითხებში, საგარეო ურთიერთობებში, უსაფრთხოებაში, საგარეო ურთიერთობებში და ბევრმა მათგანმა გულახდილად გეტყვით არ დამიჯერა. მითხრა რომ წარმოუდგენელია საქართველოს ყავდეს თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ღიად იტყვის უარს ნატოში საქართველოს ინტეგრაციას. იმიტომ რომ რაღაც არსებობდა უკვე იმხანად კონსტიტუციის 78 მუხლი, ამ კონსტიტუციის 78 მუხლში ეწერა და წერია ის რაც წერია, რომ საქართველოს რაც არ უნდა ცუდი ხელისუფლება გვყავდეს, ჩვენ ვერ გადაუხვევს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციაში გააწევრიანების გზას, საქართველოს მუდმივად დააფიქსირებს იმას, რომ უნდა მას ნატოს წევრობა და ევროკავშირის წევრობა. მე კვლავ განვუმარტავდი ხოლმე, კვლავ ვეუბნებოდი, თუ რამდენიმეჯერ გავუმეორე ამ ჩემ მეგობრებს, ახლობლებს, რომ ევროკავშირზე თანახმა, აი ბიძინა ივანიშვილის სასტავი, გამანდა ჯგუფი, მომხრეები, გარემოცვა ავრცელებს ასეთ ცნობას, ასეთ ხმას, რომ ჩვენ თუ უარს ვიტყვით ნატოზე და მხოლოდ ევროკავშირისაკენ ვიმოძრავებთ, ამ შემთხვევაში რუსეთი ამაზე წინააღმდეგობას არ გაგვიწევს. მე მქონდა სათანადო სხვა არგუმენტებიც, გარდა იმისა, რომ ჩემი წყაროები ამას მეუბნებოდნენ, მქონდა სხვა არგუმენტებიც. მაგალითად ის, რომ რუსეთმა არ გაჭედა, არსებითად არ გაჭერდა 2014 წელს, 2013-14 წლებში, როცა ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ამასთან მოვაწერეთ ხელი ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ეგრეთ წოდებულ DCFTA-ს ევროკავშირთან. რუსეთმა არ გაჭედა 2017 წელს, როდესაც ჩვენ შენგენის წევრ 24 სახელმწიფოსთან და პლუს 4 სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მოგვეცა და ასე შემდეგ, მაგრამ აი რუსეთი ყოველთვის ჭედავდა, ყოველთვის გადაფსიხდებოდა ხოლმე, როგორც კი რამ პროგრესი დაფიქსირდებოდა მცირედი რასაკვირველია საქართველოსი ნატოს გზაზე, ნატოსთან მიმართებაში. გამოხდა ხანი, განსაკუთრებით 2022 წლიდან ხო, აქვე ვიტყვი, რომ 2013-2014 წლებში რუსეთმა გაუჭედა, გახსოვთ ეს ამბავი თქვენ, უკრაინას ნოემბერში დაიწყო ეს მაიდანის ამბები, რომელიც თებერვალში 2014 წლისა დაგვირგვინდა ღირსების რევოლუციით და გააგდეს იანუკოვიჩი, მაგრამ საწყისი საფუძველი ეს იყო სწორედ ნოემბერში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის კიევში და არა მხოლოდ კიევში გამოსვლა, სწორედ იმის გამო, რომ იანუკოვიჩმა უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულებაზე. საქართველოს ოდნავ უპირატეს მდგომარეობაში იყო, საქართველოსთან მიმართებაში ასეთი გადაფსიხება მოსკოვს არ დამართნია იმ ხანად. 2022 წლიდან მე მგონია, რომ რუსეთმა სტრატეგია შეცვალა და თქვა ამგვარი რამ, რომ არათუ ნატოში არ უნდა გაწევრიანდეს საქართველო, არამედ არ უნდა გაწევრიანდეს არც ევროკავშირში. საქართველოზე დადებული მაქვს ლაპა, ანუ თათი და არამც არავითარ შემთხვევაში მე არ დაუშვებ არათუ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას, არამედ ევროკავშირშიც კი, რომელიც მეტწილად მაინც არის ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეკრულება, ორგანიზაცია, კავშირი, სივრცე. ეს ხდება აკიკითხაით 2022 წლის თებერვალ-მარტიდან უფრო. და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება იმხანად დე-იურე ბრახდა გადასკუპდა რუსულ ნავში. და მანაც დაიწყო ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისაკენაც კი შეჩენებულიყო, შენელებულიყო, მოდი ასე ვიტყვი. გახსოვთ თქვენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადიც კი გვარიერად გვიან გააკეთა საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლება მაშინ ერთი ხანობა ირაკლი კობახიძე იმასაც ამბობდა, რომ სულაც არ არის საჭირო, არ გვეჩქარებაო, უფრო კარგად უნდა მოემზადოს ქვეყანა და როცა მოემზადება, მაშინ უნდა გავაკეთოთ ეს განაცხადიო. მერე იყო ზეწოლა საზოგადოების მხრიდან, მალევე გააკეთებინა საზოგადოებამ მოითხოვა ხელისუფლებისაგან, ქართული ოცნების ხელისუფლებისაგან ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის დაწერა და წარდგენა, ასეც მოხდა. მერე იყო ბევრი პერიპეტიები, რაღაც უამრავი საკითხი, შარლ მიშელი, არა შარლ მიშელი, ბევრი თემა და ასე შემდეგ და ასე მივგორდით ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე, რომელიც ჩვენ ავანსად მოგვცეს. თუმთლად გულახდილები ვიქნებით, იმიტომ რომ იმხანად უკვე არღვევდა დე-იურე იყო, მაგრამ მაინც უკვე არღვევდა იმ ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც გარდაულად აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის, იმ ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევდა ქართული ოცნების
ხელისუფლება. ამასობაში ორი სხვა ქვეყანა ისი თქვენ რომ ნახტომებით დაწინაურდა, ეს არის უკრაინა პირველ ყოვლისა და მოლდოვა. ქართული ოცნების ხელისუფლება წოდებულ ბანდას უკვე ჰქონდა და აქვს არგუმენტები ბჭყალებში, რომ კორუფციასთან იმართებაში ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე რაღაც უკრაინა, ვიდრე მოლდოვა. ამ სფეროში უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ის რეფორმები უფრო კარგად აგვაქვს ჩატარებული და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გასაგებია და ნაწილობრივ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცებში არის სიმართლეც კი, მაგრამ ევროკავშირის სულისკვეთებას ქართული ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლება არ იზიარებდა უკვე იმ თავით 22 წლიდან 23 წლიდან საბოლოოდ გაემიჯნა ევროკავშირს, ანუ აღასრულა ნება მოსკოვისა. ხო და რუსეთს დაუბრუნდები იმ თემას, უნდა რომ საქართველო არ იყოს არც ევროკავშირის წევრი და არც ნატოს წევრი და ქართული ოცნება ამ ყველაფერს უსრულებს. მაგრამ ამ ყველაფერში გამოჩხერილი არის 78 მუხლი. 78 მუხლი კონსტიტუციის, რომელზეც მე ვისაუბრე, ჩაწერილია ამ ხელისუფლების, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში და დროს ჯერ კიდევ როდის, როდესაც ბახიძემ დაიწყო ახალი საკონსტიტუციო რეფორმა, არ მინდა შემეშალოს, ეს არის 2017 წელი, 2016-2017 წელი. და მათ მიერ არის ჩაწერილი ეს 78 მუხლი და ეს 78 მუხლი როგორც ხელში ძვალი გაგეჭხირება, ისეა გაჭხირილი მოცემულ ეტაპზე. რა უნდა ქნას საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ და ეს საკონსტიტუციო მუხლი უნდა ამოიღოს, მაგრამ მას 89 დეპუტატი იმისთვის რომ ეგრევე ამოიღოს საკონსტიტუციო ეს მუხლი არ ყოფნის. არადა რუსეთი აწვება. რუსეთი მოითხოვს აძლევს დროს, უვადებს დროს, ეუბნება რომ კარგი ვერ მოახერხე პირობითად 25 წლის ოქტომბერში, ეს უნდა მოახერხო როგორღაც 26 წლის მაისში. თუ რამ მიზეზი არსებობს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ახალი არჩევნების დანიშვნისა, არის სწორედ ეს. მისი ამოცანაა, როგორმე 115 დეპუტატი გაათრიოს თუნდაც დაბალი ლეგიტიმაციის ან არალეგიტიმურ პარლამენტში, ანუ ჩაატაროს უკანონო არჩევნები და ეს ნებისმიერი არჩევნები უკანონო იქნება, იმიტომ რომ პარტიები გაუქმებული იქნება, ცხადია და კონკურენცია არ იარსებებს. ჩაატაროს უკანონო არჩევნები, მაგალითად მომავალი წლის მაისში, შესაბამისად მიიღოს 75% კი არა მეტი, 77% ხმებისა, 80% პრაქტიკულად. და მიიღებს კიდეც, იმიტომ რომ გახარია ვინც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და გირჩიაგო ხვიჩიასი ვერ გაუწევენ კონკურენციას და ვერც ერთი სხვა პარტია, ვინც ლეგალურად დარჩენილია, ვინც მიიღებს მონაწილეობას 80% მიიღოს და მე უკვე ყისიერად შეცვალოს კი არა ამოიღოს ეს საკონსტიტუციო ნორმა, მაგრამ აქ კიდე სხვა პრობლემაც არის. პრობლემა ამგვარია, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევროკავშირში გაწევრიანება მარტო საკონსტიტუციო ნორმა კი არ არის. ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია. არამედ არის გამყარებული რეფერენდუმით, რომელიც ჩატარდა 2008 წლის იანვარში. 2008 წლიდან 26 წლამდე, ხო, არის 25 წლამდე 17, 26 წლამდე 18 წელიწადი. ხელისუფლება წოდებულ ბანდას ერთი ხანობა უნდოდა ამ ნარატივის გატანა, ამ ნარატივის დამკვიდრება, ზონდირებაც კი მოახდინეს ამის, რომ რამდენადაც გაყალბდა 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 5 იანვრისა, შესაბამისად გაყალბებული იქნება ნატოსთან დაკავშირებით და ევროკავშირთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებიცო, მაგრამ რო დაინახეს, რომ ეს არ გაზდით, არ გაუვიდათ, აქედან გამომდინარე მთლიანად შეცვალეს ფირფიტა, შეცვალეს ეგრეთ წოდებული პლასტინკა და ახლა სხვა ტაქტიკით მიდიან, კვლავ ვიმეორებ, ახლა მაღალი ალბათობით ისინი დანიშნავენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს სამი პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც გაერთიანების თუ არ გაერთიანების შემთხვევაში კიდევ შეეძლო კონკურენციაში შესვლა
ვერ მიიღებს მონაწილეობას დარჩენილი არ გაუქმებული პოლიტიკური სუბიექტები სულ რო გაერთიანდნენ ან ვერ გაერთიანდნენ და არ გაერთიანდნენ არ მიიღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში იმიტომ რომ კი არ უყვართ ის სამი პარტია მაგრამ ხვდებიან შესანიშნავად რომ ეს არ იქნება კონკურენტული არჩევნები შესაბამისად ეს არჩევნები თუ დაინიშნა ჩაივლის აბსოლუტურად უკონკურენტო პირობებში დაბალი ლეგიტიმაცია ექნება ამორჩეველთა გამოცხადების თვალსაზრისიდან მივაპირობთ ლაპარაკობ თუ მიდის როგორც წესი 2 მილიონამდე 21 ნაკელები ამორჩეველი მივაპირობითად 1,200,000 ამორჩეველი აქედან 80% 800,000 900,000 იქნება გაყალბებებით ისიც ქართული ოცნების ამორჩეველი და ის მიიღებს 80%-ს და რუსეთის შემდეგი ოცნება ან თავარი ოცნება აღსრულდება ერთპარტიული პარლამენტი აუქმებს რეფერენდუმის შედეგებსაც ან ატარებს ხელახალ რეფერენდუმს სადაც პარალელურად მაგალითად სადაც 80%-ს იღებს იმიტომ რომ ბოიკოტიც იქნება იმ რეფერენდუმის ბოიკოტიც იქნება ხო ერთადაც შეიძლება ჩაატაროს გადაწყვეტილება მხარდაჭერილი იქნება ამგვარი საზოგადოების არჩევნებზე მისული საზოგადოების მხრიდან ამგვარი რომ საქართველოს არ უნდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება საქართველოს უნდა იყოს სუვერენული დემოკრატია და რეალურად კი პრორუსული სახელმწიფო ოღონდ ეს მთელი პროპაგანდა იმუშავებს რომ ესე წარმოაჩინოს რომ სუვერენული დემოკრატია იქნება ვითომ და პარალელურად 80%-ს მიიღებს ქართული ოცნება და კონსტიტუციის ნორმასაც გააუქმებს. ეს არის მუცელაბო ყორვა რუსეთისა საბოლოო მიზანია არა. რუსეთს გარდა ამისა ეს ხო ერთი მიზანია, გარდა ამისა უნდა აქ რუსული ბაზები. გადამწყვეტად სჭირდება. როგორც გარანტი იმისა, რომ ვერც ვეღარასოდეს, ვერც ერთი ხელისუფლება ლეგიტიმურად არჩეული თუ რევოლუციით მოსული, მაგრამ ლეგიტიმურად არჩეული მაინც ესე უნდა ვთქვათ, ვერც ვეღარასოდეს ვეღარ მიუბრუნდება ნატო ევროკავშირის გზას საქართველოსი და თუ მიუბრუნდება აგერ რუსული ბაზაა დამტკიცებული და დაკანონებული საქართველოს წყალებში დეიური ხელისუფლების მიერ სოხუმში, ცხინვალში, გუდაუთაში, ჯავაში, ოჩამჩირეში კიდე რამე შეგვიძლია თქვათ ხო და ანტიტერორისტული ცენტრები კიდეც ამგან 4 ეს ანტიტერორისტული ცენტრები უნდა გაიხსნას რუსეთის პროექტით ახალქალაქში ნინოწმინდაში შესაძლოა პანკისის ხეობაში და სხვაგან შესაძლოა ბათუმშიც კი ბათუმს სხვა გამოწვევები იქნება იქ თურქეთთან იმართებაში მაგრამ ესეც დაძლევადი იქნება რუსეთისათვის თუ აბაზე გაიქაჩა მოდი ასე ვიტყვი და თუ ეს მოინდომა და თუ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება დაუჭერს 80%-ით წყალებში არჩეული მას მხარს ეს არის კიდევ ერთი საბაბი კი არა კიდევ ერთი სურვილი რუსეთისა საქართველოსთან მიმართებაში კიდევ ერთი ამოცანა რუსეთისა საქართველოსთან მიმართებაში ეხლა გაჩვენებთ ვიდეოს ხო ბოდიში სანამ ვიდეოს გაჩვენებთ კიდევ ერთი ამოცანა უნდა გითხრათ კიდევ ერთი ამოცანის თაობაზე რუსეთის ფედერაციაში ეხლა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით მიმდინარეობს ერთგვარი სახელისუფლო ვერტიკალის გადმოლაგება და გამსხვილება ცალკეული სტრუქტურებისა და პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა იმ პასუხისმგებელი პირებისა, რომლებიც ფართო გაგებით რეგიონზე არიან პასუხისმგებელნი. იგულისხმება არა მხოლოდ უკრაინის რეგიონი, არამედ მაგალითად ბელარუსი და უკრაინა ერთად, ბელარუსი, უკრაინა და მოლდოვა ერთად, ბელარუსი, უკრაინა და ჩრდილოეთ კავკასია ერთად, კრასნოდარის მხარე და ჩრდილოეთ კავკასია ერთად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მათ შორის რასაკვირველი არის შეერთიანებული სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე და კარგი სიტყვა მოვიგონე ეს სიტყვა ცხადია მიერთიანებული საქართველოში რუსეთის იმ პოლიტიკაც რომელიც არ არის ესე ცალკერძა მოკრებილი ხო ეს არის კავკასიური პოლიტიკის კონტექსტში განხილული ცალკე ამოკრებილიც არის გარკვეულ ცალკე ამოღებულიც არის ცალკეულ საკითხებში მაგრამ ერთიან კონტექსტში განიხილავენ საქართველოს კავკასიის რეგიონის ფარგლებში თუ სივრცეში აგრეთვე არამხოლოდ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ფარგლებში არამედ კავკასიის რეგიონის მიღმა ფარგლებშიც ხო და ეხლა ახალი ამბავია ატეხილი რუსები ცდილობენ რომ ისეთი ქვეყნები ან უკვე გაიჩნიოთ ან იმ ქვეყნების რომლებიც ჯერ არ გაუჩენიათ საზოგადოებებს შესთავაზონ აი აქ უნდა დავპაუზდე და ვთქვა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურება და აი ამ მოშიშვლებული უსაფრთხოების სისტემების ამ მოვერანებული სახელმწიფო ინსტიტუტების
ამ დეინსტიტუციონალიზაციის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ჰიბრიდული იერიშები ჩვენთან საკმაოდ ძლავრია და საკმაოდ კი არა, საერთოდ ვერ უპირისპირდებით მას ხელისუფლება წოდებული ბანდა ამას არაფერს არ აკეთებს და საზოგადოებაც საბოლოო ჯამში არ არის მედეგი, კარგად მედეგი, მოდი ასე ვიტყვი. სულ უფრო ხშირად აკეთებენ ზონდირებას თემისა, რომ აი, უგაცრავად რუსულისთვის, მამენტ რო შემოგთავაზონ $40,000, $80,000 ერთჯერადი, თქვენ წახვალთ თუ არა რუსეთში შეერაღებულ ძალებში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად. იმდენად დაჩაჩანაკებულია ქართული საზოგადოება, რომ მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ რუსებმა და ქართული სახელმწიფო და იმდენად მოღალატეა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომ აქ შეიძლება გაიხსნას მოხალისეთა ჯგუფების ცენტრები თუ მიმღები ცენტრები, ასე ვიტყვი, სადღაც ყაზბეგის გაბზირზე, სადღაც დასახლება ყაზბეგში სტეფანწმინდაში, სადღაც ვაჟა-ფშაველას გაბზირზე, სადღაც ჩარგალში. ეხლა ვაჟა ჩარგალს მიუკავშირე და ყაზბეგის გაბზირი სტეფანწმინდას, ხო? სადღაც იმერეთში, სოფელ სავანეში და სადღაც წერეთლის გაბზირზე. ეხლა მე ამას ცხადია ესე უტრირებულად წარმოვადგენ, მაგრამ 10, 15, 20 ასეთი ანკლავის და ოფისის გახსნა საბოლოო ჯამში რა უნდა? ვინ გაუწევს წინააღმდეგობას მამუკამდინარაძე? არა, მამუკამდინარაძე არა თუ არ გაუწევს წინააღმდეგობას, არამედ მასთან შეთანხმებულიც კი იქნება, რომ ხმა არ ამოიღეთ, სატკნიწეს. გრუზინი, ესე ვიტყვი, არც ახმის ამაღლებას არც აპირებს, მაგრამ მიჩნდებაც იქნება მოსკოვი და ამგვარი მოსული. და ემან რომ მოხდეს, რომ არ ვამბობ ბევრს, 500-მა ქართველმა თქვას, რომ მომეცით $80,000 თუ $40,000 და ჩვენ თანახმავართ ჩავეწეროთ რუსეთის აბად ამ როტაში თუ აბად ამ ბატალიონში თუ აბად ამ მოხალისეთა ჯგუფში, მოგვეცით $40,000, გადაგვიხადეთ ხელფასი 7,000 თუ არ ვწდები დოლარის ოდენობით ყოველთვიურად, შენ ოჯახს გამოუგზავნეთ, აგია რა ვიცი, ქვემო იმერეთში ცხოვრობს, ბაღდადის რაიონში, გამოუგზავნეთ, გორში ცხოვრობს, გორის რომელიმე სოფელში ცხოვრობს და ჩვენ თანახმანი ვართ. ხვდებით როგორ დაატრიალებს ამას რუსული პროპაგანდა, არა მხოლოდ რუსული არხები, კისილოვები და სალავიოვები და სკაბეევები და მარგარიტა სიმონიანები, არამედ ქართული ინტერნეტ პროპაგანდაც იმედიც კი გაბედავს, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ იმედმა რომც არ გაბედოს, არ დაგებობს ყოველ შემთხვევაში, არ შეეწინააღმდეგება რუსთავი 2 ამ ყველაფერს, ხო? რუსთავი 2 და მისი არსებითად ახალი ხელმძღვანელი ყავს, ხო, რაგვარია? არსებითად რუსი ხელმძღვანელი, რომელიც მხოლოდ fashion ციამტკბილობებში და ელიტურ პონტებში არის გადმორთული და სულ ცალფეხზე ჰკიდია რაღაც ღირსება, ქვეყანა, თავისუფლება, სამშობლო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ესეთია ყველა პრაქტიკულად, რომელიც მუშაობს ახლა რუსთავი 2-შიც და ზოგადად სახელმწიფო არხებზე. ხო და ახლა კითხვა მაქვს. question. ამ გამორიცხავთ ამ ყველაფერს? რუსეთს უნდა აქ ბაზა, საქართველოს ნეიტრალური სტატუსი. კონსტიტუციის 78 მუხლის ამოღება. აქ ბაზა 1 2 3 4 5 6 შეიძლება 7 და შეიძლება კიდე პლუს 5 ბაზა მინიმუმ და პლუს 3 ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი მზარდია ხალხო. ტერორიზმის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში, ანტიამერიკული განწყობები და ანტიდასავლური განწყობების მუდმივი ინექცირება და მუდმივი გაღვივება. მართლმადიდებლურ ეკლესიაზე წინა ბლოკში ვილაპარაკე, მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან რუსულობის მუდმივი ქადაგება, ვინც ის იქნება ამბიონებზე რუსული ქადაგების და ამბიონებიდან რუსული ქადაგების დაბრუნება, გაძლიერებაც კი. მას უნდა რუსეთს, რომ საქართველოს საზოგადოებას არ ქონდეს წინააღმდეგობის უნარი, სურვილი და უნარი. მეცაც გეტყვით, მას რუსეთს და შესაბამისად ბიზნე ივანიშვილს უნდა, რომ უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგაც იმდენად ამოშანთული იყოს ჩვენთან ცნობიერება, სწორი სიტყვა ალბათ. ღირსებაც ალბათ სწორი სიტყვა, მაგრამ ალბათ უფრო სწორი სიტყვა იდენტობის მანიშნებლები, იდენტობის ღერძები, იდენტობის დედაბოძები, რაღაც ნამნიშნულობა, წერლობა, მეცნიერება, ხო? რაც შენს იდენტობას ქმნიდა, რაზეც ქმნიდი ენაც.
ხო? იმდენად ამოშანთული იყოს 47 წლის შემდეგაც კი შთამომავალს ვინმე ტაბლიაშვილისა ან ვინმე სხვა მოქალაქისა, ხო? არ გაუჩნდეს სურვილი წინააღმდეგობისა, სულ მინიმუმ ის თქვას, რომ რა აზრი აქვს, ნახე როგორ დაჩაჩანაკდა ქართული საზოგადოება. აი ამ ყველაფრის და მოვერანება, მოსწრა მოვერანება უნდა. ჩვენი ქვეყნის. ეხლა კითხვა მაქვს თქვენთან, ამას როგორ ვერ გძნობთ, ბევრი თქვენგანი და დღევანდელი რომ ანათებს ის ოქრო თუ როგორ ჟღვრიალებს ის ოქრო გირჩევნიათ, გასაგებია ფული. ყველაფერი რომ ფეხებზე კიდიათ, გასაგებია იქნება მეტი მოიხვეჭოთ, რომ რაღაც 57 წლის რო გახდებით, მე იქნება საფრანგეთში მოხიოთ და მე ვთქვათ, რომ მე ხელები დაიმბანია, მე რა შუაში ვარ, კაცო. ეს ხო ეს ბევრ თქვენგანს ხო ეს უფიქრია ქართულ ოცნებასთან ვინც არის. ამ თქვენზე არ გელაპარაკებ. არ ვლაპარაკობ ახლა. ელაპარაკობ ჩვენზე. ჩვენ კი, აი, ვინც ნამდვილი საქართველოსკენ ვართ. ამ ყველაფერს კარგად ვისი გრძეგანებთ, გველაპარაკებიან პოლიტიკოსები ამაზე? იშვიათად, მოდი ასე ვიტყვი. და აქ არის კიდე უამრავი ისეთი თემა შემოდის, უამრავი ერთი და ორი ენერგეტიკის თემები, სატრანსპორტო დერეფანი, უნდა თუ არა რუსეთს შუა დერეფანი, როგორ უნდა გააკონტროლოს შუა დერეფანი საქართველოზე გამავალი, თუ უნდა მაინც და მაინც. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, როგორ უნდა ვიყოთ აპრო-ამერიკელები, ამერიკის უმაღლეს ხელისუფლებას როგორ უნდა მივაქცევინოთ ყურადღება საქართველოს. ისეთი თემები შემოდის, თუ წინააღმდეგობა გვინდა მართლა, ხო? მე მგონია რომ საბოლოო ჯამში ლაპარაკობენ ალბათ, მაგრამ ბევრი არ ლაპარაკობს ამ თემაზე. და აღფრთოვანებული ვართ ჩვენი მართლა მოქალაქეების მართლა ჰეროიკული ბრძოლით, საზოგადოების მნიშვნელოვანი არ ერთი ნაწილისა რუსთაველით, რაღაც ერთი ადამიანი დააპატიმრეს და სასამართლოზე ის თქვა, რაღაც დაკავებისას ეს თქვა, ცრემლი ესე მოგვერია, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ძალიან სწორია, ძალიან ემოციურია, ძალიან დიდ მორალურ უპირატესობას გვაძლევს ჩვენ მათთან, მაგრამ ამას კიდევ სჭირდება სრული გადააზრება, რა ჯოჯოხეთში ვართ და რა ჯოჯოხეთში ვიქნებით. ბიზინა ივანიშვილი აჩქარა რუსეთმა, სადღაც ეჩქარება. ამიტომ სათაური ასეთი იქნება ამ ვიდეობლოგისა. ბიზინა არჩევნებს მაისში დანიშნავს. ძახირის ნიშანს დავსვავს. ან თუ გნებავთ სხვანაირად ჩამოვაყალიბოთ წინადადება. დანიშნავს თუ არა ბიზინა ივანიშვილი არჩევნებს მაისში. მე გეტყვით რომ დანიშნავს. იმიტომ რომ რუსეთი აწვება. აი ჭყლიტავს ბიზინა ივანიშვილს. ბავრმა რაღაც დრომდე უნდა შეასრულოს თავისი მისია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დიდი ბიჭები მართლა ჩაერთონ ამ პროცესში, აქ ჩინეთის ლიდერს არ გულისხმობ, უფრო ამერიკის ლიდერს გულისხმობ, ტრამპს და თქვას რომ აი ესე არ არის. საქართველოს ასე იოლად ვერ დაგითმობთ. როდესაც ეს საუბარი შედგება და ეს საუბარი აუცილებლად შედგება, მაგალითად ერთი წლის შემდეგ პირობითად ხო საქართველოს გაცილებით სუსტი უნდა იყოს ვიდრე დღეს არის. ამიტომ ეჩქარება რუსეთს და ამიტომ აჩქარებს ბიზინა ივანიშვილს. ივანიშვილს ჩემი აზრით აქვს მაისამდე დრო. ის ჩემი აზრით დანიშნავს არჩევნებს სწორედ მაისში, ივნისში, აპრილში შესაძლოა, რომ 120 დეპუტატი ყავდეს, რომ გააუქმოს საქართველო. დანიშნავს თუ არა ბიზინა ივანიშვილი არჩევნებს მაისში. აი ეს არის კითხვა.